მოდით ვისაუბროთ, რა არის ზოგადად ეს მეთოდი და რატომ გახდა საჭირო მისი დანერგვა რეპროდუქციულ მედიცინაში. ძალიან აქტუალურია დღეისათვის პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა, რომ ჩატარდეს ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა, კვერცხუჯრედის განაყოფიერება სპერმატოზოიდით და შემდგომ მიღებული ემბრიონიდან სპეციალური მეთოდიკით ბიოფსიის საშუალებით უჯრედის მიღება და ამ უჯრედის გაგზავნა გენეტიკურ ლაბორატორიაში შემდგომი ტესტირებისთვის. რას ნიშნავს ტესტირება? ნიშნავს მთელი 46 ქრომოსომის გაშიფრვას და მიღებას ინფორმაციის რამე ხომ არ არის როგორც რაოდენობრივი, ასევე სტრუქტურულ დონეზე ქრომოსომის პათოლოგია, რაც მერე შემდგომში შესაძლოა გახდეს ან ინვიტრო განაყოფიერების წარუმატებლობის მიზეზი, ან შეწყვეტილი ორსულობების მიზეზი. დრომ მოიტანა ნამდვილად და საჭიროებაც ზუსტად ამითია გამოწვეული, რომ ადრე მხოლოდ მორფოლოგიურად შეფასებული ემბრიონის გადატანა ხდებოდა. დღეს ეს დამატებით კიდევ ერთ სკრინინგულ საშუალებას წარმოადგენს, რომ მაქსიმალურად იმ მიღებული ემბრიონებიდან შევარჩიოთ საუკეთესო და გადავიტანოთ საშუალო ზღვრში.